სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნების ჩაშლა და დესტრუქციული ქმედებები იგეგმება, რის მიზანიც სახელმწიფო კრიზისის შექმნა. ველოდებით ყველას შაბათს 14 დეკემბერს საღამოს 7 საათზე შეგიძლიათ მოგზავნოთ თქვენი შვილიშვილები და რაც თავარია აუცილებლად ჩაიცვით თბილად. ნახსენებია მსხვერპლიც უსაფრთხოების სამსახური მოსახლეობას მაქსიმალური სიფთულისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ ნებისმიერი საეჭვო ვითარება თუ პროვოკაციის მცდელობა მათ ხელთ არსებული სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით დააფიქსირონ და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. იქნება სადღესასწაულო განწყობა, იქნება ზეიმი, იქნება სრულად უსაფრთხო გარემო, რასაც შესაბამისი უწყებები დააკონტროლებენ. ბავშვებო, ნახეთ, თავისუფლად მოძრაობ აქედან გალორკაზე. გალორკაზე მედია ცენტრი, ყველა მიცით სად არის? ისინი მინისტრები არიან იქეთ? არა. მედია ცენტრი არის, ყავა, ჩაი, რაღაცეები. მერე სადილო გაქვთ თამარეთის დარბაზში. ჩანამ ისინი ხმას ითვლიან, იქ ვერ იქნებთ. შესაბამისად გადავიდეთ ამერებში. Ben şimdi oturma salonundayım çünkü seçimleri yapmayı oturma salonu gazeteciler için kapattılar. რაც შეეხება მერე გამოცხადებას, ამ დროს უნდა გადმოვიდეთ, ოღონდ თითო ჯგუფი ორგანიზებულად, რომ გადაიღოთ უკვე თქვენ თვითონ ეს გამოცხადების პროცესი.
სად ჩაგიგდოთ? დღეს ისტორიული დღე არის პირველად საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ. საარჩევნო კოლეგია, როგორც იცით, შედგება 300 წევრისგან, რომლისგანაც 9 150 კომპლექტდება პარლამენტის წევრებისგან. ღია კენჭისყრის არჩევნებში მონაწილეობა. ოქტომბერს ალბათმა ხალხი თავის დააყენა არჩევნებზე და ის დამარცხდა არჩევნებში. დღეს საღამოს ხომ არ აღვიდებ აქცია შეუერთდეთ მშვიდობიანი საპროტესტო მანიფესტაცია არის დღეს მე-15 დღეა 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია. ქართულ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი ამ პროცესის. ამიტომ ნება უნდა იბოთოს ყველა პოლიტიკური ძალა და ის 61 მანდატი მიიღოს, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ის არენაცია და პლატფორმა, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დებატი. ასევე მე მინდა მოუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია. დღეს საქართველო არის ევროკავშირისთვისაც არის ტესტი. და უნდა ნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ის ერთგული არის დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტის. ბატონი ნიკარელისაშვილი, ბატონი კოჩა ენგიძე, ბატონი გიორგი ვაშაძე, ბატონი გიორგი
ბატონი ლევან ხაბეიშვილი, ბატონი ვიქტორ სანიკიძე, ქალბატონი ეკატერინე ხერხეულიძე, ბატონი ირაკლი ხვადაგიანი. ქალბატონი ელენე ხოშტარია, ბატონი დიმიტრი ხუნდაძე, ბატონი ვიქტორ ჯაფარიძე, ბატონი ზურაბ გილჩი ჯაფარიძე. ბატონი ვასილ ჩიგოგიძე, ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე, ბატონი გიორგი გაზდელიანი, ბატონი ბესილ ლიაძე, ბატონი რენალ ვოლკვაძე. ევროპის ქვეყნებში მმართველი პარტიებიდან არიან ძირითადად წამოსული ოპოზიციური ძალები. ასე რომ ჩვენ არ დაგვიმალავს არასდროს არაფერი საზოგადოებისთვის და ეს ცოტა რამე არ არის, იმიტომ რომ ხალხის ძალას თავის სიტყვა უკვე ქართულ პოლიტიკაში დათქვამი აქვს. ბატონი ბუდის ცატავა, ბატონი ანზორ წოწონავა. ოპოზიციონერი გახდით თქვენ, ისიც ოპოზიციონერი ხდება თუ აქ როგორ არ გამომავში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ მან შეიწყვიტა უფლებამოსილება როგორც პარლამენტში, ასევე ხალხის ძალაში, იმიტომ რომ ვიცით რომ კონსტიტუციის პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული. ბატონო, კითხავთ თუ შეიძლება აქციიდან ვრცელდება კადრები, მინდა განახოთ ფოტო თუ შეიძლება ნაკრების მარცხნივ. შეიძლება. არის თუ არა ეს შოუ. ნაკტახავს ისო სხვათა შორის საქართველოს დროშაც არის
გატანილი და გერბიც არის ნაკრების მაისურზე. და ყველას თქო ვიფიქროს, ცოტა დაფიქრდნენ სანამ ამას გააკეთებენ ხოლმე. ქალბატონი ადა მარშანია. არიაფული კანდიდატი არის საპრეზიდენტო კანდიდატი. შეიძლება სულ უკეთესა და თავს ხარხალის თავს პედიშანამ თოვას მართლანხოს რაღაცა მამინდი მიტინგირი არია დარბეული სუსხა დუბიკენით მართლია აუცი ხა გარეთ ლაპარაკობდი მაგალითად სურა ჯაპანიძეს უყვავს რომ ამინდის კი უსულო ამ მარაზმულ დამოკიდებულებას რომ საბაკას არ გააგდებს გარეთ ისეთი უსულო ამინდიან აი ასეთ რაღაცებზე ლაპარაკი არ შეიძლება გახდეს შეიძლება სალონის მოგაბიშმა ჩავი გიბნოს მე ხალხი ვარდაფულა პარლამენტთან ბევრი განაცხენდება და ჩავი არის უბრალოდ გავაგზავნებ ზაო და არ გავჩი მაგითო ხალხი არის ყოველრივ არა მაკრონმა ლეგიტიმაცია მიეჭრა რატომ უნდა მიეჭრა მაკრონმა ლეგიტიმაცია მაკრონს ვინ ეკითხება ლეგიტიმაცია საერთაშორისო ლეგიტიმაცია არის ეუთო ორდერის სადამკვირვებლო მისიით, რომელმაც თქვა რომ ჩატარდა კონკრეტული არჩევნები და წერტილი დამთავრდა. ფიქსირებ ჩემს პოზიციას თუ არ გამჟღავდა სხვანაირად დათვლის დროს. უნდა იწოდეს რომ მთელი დღე კარწინკულად როგორც ჟურნალისტები ეძახით ხოლმე დაალაგებული იყო რომ ვინ გამოვიდოდა ვინ ხელს გაუქმნებდა ვინ და მთელი დღე ჩაეშალათ იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო იმის გადასახადად რომ ხალხი აღარ მიდის ბუხტი დაეცა და ბევრი პროფესია უნდა ყოფილიყო მეორე ფასას საზოგადოებისთვის ალბათ გასაგებია, როდესაც ისინი მოახერხებდნენ და ახლა ვერ მოახერხებდნენ და გარანტიულად შემიძლია ვთქვა. მოახერხებდნენ 16-20 დეკემბრის მოვლენებზე დაახლოებით სიტუაციის არეულს. კითხვები არ არის ელემენტი. მადლობა. ისურვებ წარმატებებს. მადლობა. მოდით ცესკოს სპიკერს ქალბატონ ათიას. No position. Ha ha ha.
შეიგრიბა სულ და გადავიყავო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დაახლოებით ერთგვარი ბოლა, რომ მაქსიმალურად დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. აი ესე რა იყოს? იგი გადა მიკროფონი. ასე გადავარდება მე სხვა ყველში. აი ია. აია გეოდები დღე კაფიოს პოზიტიურად ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მიხეილ პავლეშვილი უცილებლად მორჩეულად შეიძლება იყოს რომ საზოგადოება მაცნიათებს ხალხი. როდესაც შენ ჩადგები სხვა საქართველოს არის საქართველოს როჟი ერგი ამით სოზარ სუბარი მიხეილ პავლეშვილი მაიზერ ჯაფარიძე მიხეილ პავლეშვილი ზალი მიხეილაძე მიხეილ პავლეშვილი Наша Чорнияна, Михаил Павлович. Наша Самара Павлович. Чорнияна Павлович. Мамка Дина Павлович. ორას 25 ხელმოწერაც. კეთილი, დიდი მადლობა. შესაბამისად ვთხოვ სამდინოს, რომ წარმოადგინოს შემაჯამებელი ოქმის პროექტი. აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით.
დივნის მიერ წარმოდგენილი შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია მიხეილ ყაველაშვილი. მოგესალმებით, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მისია, რომ არამხოლოდ არ გავამარჯვებინოთ ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში, არამედ საბოლოოდ დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტის ადგილას მიხეილ ყაველაშვილს. საერთაშორისო მდგომარეობა უმძიმესი დაალაგდება ეს ყველაფერი და დაალაგდება დამოკიდებულებებით და ურთიერთობებით. როგორც ნახეთ და საზოგადოება თავად აკვირდებოდა პირდაპირ ტრანსლაციის გზით მთელი არჩევნების პროცესს, არჩევნებმა ჩაიარა შეფერხების გარეშე, ყველაზე მნიშვნელოვანია ზეუთო ოდირის დასკვნა, ისევე როგორც სხვა ამერიკული თუ ევროპული ინსტიტუტების მიერ დაწერილი დასკვნები, რომელიც აი ხო რომ მიყავთ იქ თქვენ გამეცით პასუხი თქვენ ხელმძღვანელი ხართ როგორ ჩანს იერაღით რატომ ყავთ პოლიციელები ადგილზე რატომ არიან იერაღებით პოლიციელები ჩაგნახეთ გადაღებული გულს კადრები და აქაც პოლიციას ვესაუბრებოდი რომელიც არის იერაღით როგორ არ არის კადრს გაჩვენებთ ახლა თქვენც ხედავდით რომ ველაპარაკებოდი და იერაღი ქონდა და რატომ მიტყუებთ თავს ბატონო ამაშალვა კეკელიას მხარდასაჭერად ვაკეში მაცხოვრის ფერისვალების სახელობის ტაძართან მრევლი შეიკრიბა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მამაშალვა კეკელიას გუშინ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების გამო, ასევე ისინი აპირებენ რომ დაესწრონ მთავარი ნაძვის ხის ანთებას, როგორც მოქალაქეები ამბობენ, მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ იყოს დაპირისპირება. მიზანი ახალი წელია გაყვავს ვართ ოჯახებით, მოყვავს ბავშვები და გვინდა რომ ნაღვლის ხის გახსნას დავესწროთ, ხოლო მეტი არაფერი. ჩვენ წყარო გვაწვდის ინფორმაციას, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებთან ახლა ქართული ოცნების წარმომადგენლები რეკავენ და თხოვენ, რომ დღეს გამოვიდნენ 7 საათზე რუსთაველის გამზირზე, რომ ნაძვის ხის ანთებას დაესწრონ. ჩვენ დავლევთ ჩვენი ჩვენს ამბავს. მე ხა უნდა არ არის მაგ
ვერცატკი გავხსნე. ყველა შენო სწორ ვარ. ასევე ძალიან გთხოვთ ესენი რასაც ელოდებიან ამათი სურვილი რაც არის ამ რუსული ხელისუფლების რომ ქართული ხალხი ერთმანეთში დაგვაპირისპიროს შუღლი ჩააგდოს და პროვოკაციები მოხდეს დღესად ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ ჩემო მეგობრებო ჩემო თანამებრძოლებო რომ არ აღვეთ პროვოკაციას ნელა მეხუთე წავედით მეორე მხარესა და ორივე რა წავედი ნე მესუნი არ დავთვალე Bravo, Salome! ზუსტად 19 საათზე აინთება დედაქალაქის მთავარ გამზირზე საზეიმოდ ქალაქის მთავარი ნაძვისხე თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ უკვე დაიძრნენ, სადაც ზუსტად 19 საათზე არის დაგეგმილი დედაქალაქის მთავარი ნაძვისხის ანთება. უსაფრთხოების მიზნით ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. თქვენ კადრში ხედავთ თავისუფლების მოედანს, მოქალაქეები არიან შეკრებილები და მიემართებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ადამიანები აპირებენ, რომ დაესწრონ დედაქალაქის მთავარი ნაძვისხის ანთების ღონისძიებას. ამ წუთებში კი დედაქალაქის მერი კახა კალაძე გააკეთებს განცხადებას და მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მე გეტყვით, რომ დღეს ხედავთ კახა კალაძეს, რომელიც საღამოშვიდობით მოგესალმებით, მეგობრებო. გვინდა მოუწოდოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, იმ ადამიანებს, ვინც მოდიოდა აღნიშნულ ღონისძიებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გადავდოთ საახალწლო ნაძვისხის ანთება, საახალწლო ზეიმი. საზეიმო ღონისძიება გაიმართება მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია არ გადაეღებება ბავშვებს და მათ მისცემს ნაძვისხის ანთების შესაძლებლობას.
პოლიციას ხევს უუკნევ. პოლიციას ხევს უუკნევ. რამე რო გაგიჭირდება ჩქარა პოლიცია და ეხლა არა. ხო და არ იწყებოთ მაგაზე, ხო არ შეიძლება. ეხლა არ ივარგეთ, დამიჯერეთ. არ ივარგეთ. ხო. უმორჩილესად გთხოვთ, ეგ არ ივარგებს. ხო, მაგრამ პრეზიდენტი მე დაწუნებული ვარ, მაგრამ არ ივარგებს. ხო, ნაციონალური მოძრაობა სასამართლოზე უნდა გავიყვანოთ. აი, всё, აღარ გვინდა. ამას დავუშვათ. ფორმების ელიტარია. ახალგაზრდებს ატარა გოგოები დადიქეთ შობელი უნდა უარყო შობელი უნდა უარყო რა გითხრა თქვენ მამის შობელი უნდა უარყო თქვენაირებთან დადი არა კი ბატონო პროვოკაცია ევროპანი გადადიჭი ანუ ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან და ჩვენ შევხედოთ აქ ბევრი ბავშვი არის, მაგრამ ცოტა ბავშვს ეკნებოდა ხო დიდი მადლობა რომ ვითვალისწინებ და დავიშალეთ რა ბიჭებს ციპარები ეგრე გაიპარებ საქართველოსა ბაი ევროპის ზარი ბრავო ზარი ევროპა ადარიანი ევროპა პატიოსანი კაცის სიტყვას თუ ხასიათის სიმტკიცე თუ არ მიყვება უკან მაგ კაცი არისო ტომარა ყველა ისარგებლებს ზომები მაგ არის ნასწავლი ის განათლებული არ არის ამას შესაძლოა გლეხი, ბევრი გლეხია ჩვენს ისტორიაში განათლებული. ვაჟებს აველა თვითნასწავლი. პოეტიც